ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები და ოჯახის წევრები არკადიაში 12 საათზე შეიკრიბნენ. ამ დღისთვის თბილისში ჩამოვიდა ინა გუდავაძის ადვოკატი ლორდი გოლდსმიტი. პრესკონფერენციაზე, რომელიც 12 საათზე იყო დაგეგმილი, პოლიტიკოსები და ექსპერტებიც იმყოფებოდნენ. ჟურნალისტებს ლორდმა გოლდსმიტმა მიმართა და განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი აგრძელებს და არ დათმობს პარტნიორულ იმედს და მთაწმინდის პარკს. ადვოკატმა საქმეზე ახალი გარემოებების გასაცნობად დარბაზში უშუალო მოწმის პატარკაციშვილის ქონების ნომინალური მფლობელი გიორგი ჯაუშვილის შემოყვანა მოითხოვა. გიორგი ჯაუშვილმა თქვა, რომ დროა ბოლო მოეღოს მისმა მოთხოვას და მზად არის დეტალურად მოყვეს რა მოხდა 2008 წლის 18 და 19 თებერვალს და როგორ აღმოჩნდა ტელეიმედი ჯოზეფ კეის ხოლში. Ემაჩვენა ბადრის ხელმოწერელი ეჭვდასმული მოკლე ტექსტი ინგლისურ ენაზე და მითხრა, რომ ეს არის მიდროგვირობა, რომელიც მას აძლევდა ბადრის ქონების განგარების უფლებას ბადრის გადაწყვეტის შემთხვევაში. ეს მითხრა, რომ მას ეს შეხვედრა ქვეყნის ხელმძღვანელობასთან და ამისათვის სჭირდება, რომ ტელეკომპანია ელეთის ადვოკატი იყოს მასზე გასაგებია. ამის შემდეგ ჩვენ წავედით მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ნოტარიუსში, სადაც უკვე ყველა დოკუმენტი გაზომვებული იყო ხელმოსაწერი. სწორედ ნოტარიუსთან პირველად შევეყარა ნოტარიუსში, პირველად შევეყარა ეჭვი, მთელი ამ სახის ესეთ სინდისელებაში შეიძლება შეიტანოს. იმდენად, რამდენადაც იქ შექმნილი სიტუაცია ნაკლებად გავდა სამოქალაქო ამბობის ჩვეულებრივ სამუშაო ეპოს. ნოტარიუსის ეზოში ისინი გაფრთხილდა, რომლებიც შენობაში არის სამუშაოებიან, ხოლო თუ შენობაში იმყოფებოდნენ შინაგან განსაკუთრება ორგანოების სხვადასხვა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო. იქ მე უკვე პირველად ვიმძენი, რომ რაღაც არაადეკვატურ სიტუაციასთან მქონდა საქმე. ამიტომ ხელმოწერამდე მე გამოცვალე ნოტარიუსს, რომ კომპანიის წესდების მიხედვით არ ჰქონდა აქტივის გასხვისების უფლება, მანამ სანამ სხვა აქციონერები არ მოუწევდნენ ამ შემთხვევას. იქ გამოსვლის საზოგადოებამ მე მიმანიშნა, რომ ეს საკითხი არ დაგუყენებს პრობლემას. მე მაშინ ნოტარიუსს ვუთხარი, რომ კომპანიის აქციები დაღადებულია საზამთროს მიერ და ნებისმიერი აქციების მოწერა გასხვისება იმსავეჭვე იქნებოდა პატივი. ამაზე ნოტარიუსი დამეთანხმა. დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოიხადეს 18 თებერვლის ანუ იმავე დღით დათარიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიის აქციებზე გადადის მოსვლის თავზე. საბოლოოდ მოწამორებელი პასუხს დარჩა ერთი საკითხი, როგორ შემოსებული იყო კომპანიის აქციები. მიღებული გადაწყვეტილება ერთი აქციის ფასი გასაზრდილი იყო 40 ლარით. საბოლოოდ დოკუმენტში დაფიქსირდა კომპანიის KLG-ის 70% ზეურულება 450 ლარის ოდენობა. ამის შემდეგ მეიძულებული ვიყავი ხელი მონეწერა აქციების ხელმძღვანელობის ხელშეკრულებისათვის. გიორგი ჯაუშვილი ყვება, რომ ამის შემდეგ იმავე საღამოს დაუკავშირდა ჯოზეფ კეის და შეხვედრას სთხოვა. კეი ამ დროს უკვე აეროპორტში იყო. ჯაუშვილი შვილთან ერთად აეროპორტში წავიდა, თუმცა როგორც იმედის ყოფილი მფლობელი ამბობს, რუსოველის გამზესზე ძალოვანებმა გააჩერეს. რუსოველის პროსპექტზე ჩემი მანქანა გააჩერეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩამიჯდნენ მანქანაში და მომთხოვეს ფინანსურ პოლიციაში წასვლა. გზაში იყო მომენტი, როდესაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. ეს ყველაფერი თურმე დაახლოებით 12 ამის 12 მილიონს.
ფინანსურ პოლიციაში ჩემგან მოითხოვეს როგორც რომ დამეწერა განცხადება რომ ჩემი სურვილი გადავდექი როგორც კომპანია JMG-ს ისე საფრთხის საზოგადოება იმედიას სამართლებრივი საფრთხის საზოგადოება აქ უკვე მე რა თქმა უნდა საბოლოოდ დავწმუნდი რომ საქმე ხალხიდება თულა ვიდრე ესმე შემოგვიწადები ვიტყვი მოკლედ ჩემს მიმართ გამოყენებული იყო ფსიქოლოგიური ზემოქმედების უხეში ფორმები 4 საათის შემდეგ ანუ დაახლოებით დილის 6 საათზე მე იზოლებული ვიყავი ხელი მომწერა ორივე სამშობლოში გიორგი ჯავშვილის განცხადების შემდეგ ადვოკატმა ლორდმა გოლდსმიტმა თქვა, რომ ბადრი ყადარკაციშვილის ოჯახის ქართველ საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეიტანს და მოპასუხე იქნება საქართველოს მთავრობა და არა ჯოზეფ კეილი. ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჯავშვილს საქართველოსგან გასვლის შემთხვევაში სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნებოდა. ერთგაკეთებული განცხადების შემდეგ ბადრი ყადარკაციშვილის ოჯახმა გიორგი ჯავშვილის საქართველოსგან გაყვანას გადაჰყვა და ჯავშვილი საქართველოს სომხეთის საზღვრამდე მიაცელა. გიორგი ჯავშვილმა დღის 3-ის ნახევარზე საქართველოს სომხეთის საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთა. ამ პროცესს პირადად აკონტროლებდა სახალხო დამცველი სოზარ შუბარი. მართლა არსებობდა საფრთხე ადამიანი არ გააჩნდა საზღვარზე დაწყებული ყველა ამის მიმართ და ამიტომ გადავწყვიტე რომ ეთნო მოსულიყავი და შემოწმებდი. არაფერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის როგორც არის თითქმის თავისუფლება და იმედის დაბრუნება ოჯახისთვის პირდაპირ არის თითქმის თავისუფლება თან კავშირში და შესაბამისად პირდაპირ არის საქართველოს მომავალთან დამოკიდებული და მართლმსაჯულების გარდა სამართლის დააბრუნება. ჯავშვილის განცხადებებს კომენტარები უკვე მოჰყვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია თანხმდება, რომ საქმე უნდა აღიძრას და გამოძიება დასრულდეს. უმრავლესობა კი კომენტარს არ აკეთებს. აღიარა გოგი ჯავშვილმა, რომელიც იყო ფორმალური ნომინალური მფლობელი ტელეკომპანიის 70%-ისა, რომ იძულების წესით მას დააწერინეს, ხელი მოაწერინეს და გაასვისებინეს 400.000 ლარად, სასაცილო 400.000 ლარად ტელეკომპანია იმედი, რომელშიც ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი რკინიგზას სთავაზობდა ბადრი ყადარკაციშვილს, რომელიც მიღებულია დაახლოებით 1 მილიარდი დოლარია. მე მგონი ლევანდელი წლის შემდეგ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე ხდება მთავრობა, ხელისუფლება, პირადად სააკაშვილი. ფაქტი, რომელიც ვერ დახმარდა არის ციფრის გამოსაყენებელი. შესაბამისად, უნდა პროგრამა. ამ თემა აფეთქება ჩატარდეს. თუნდაც მიიღო გადაწყვეტილება, ციფრის გამოსაყენებელი ახლის არაფრის შესახებ. მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ აქ ისმერე მეტყვი დაუგებით და კითხავთ პროკურატურას საქმე ეხება თუ არ აღძრული ან მოკლედ ჩაანაცვლა. შემოგაშენების საქმე უნდა აღიძრა, შეიძლება დღეს არა, ყველა დღეს და გადაგდის ყველა იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი და არა თანამდებობის პასუხისმგებლობის, არამედ ციფრის გამოსაყენებელი პასუხისმგებლობის რომელმო ის ჩაიდო. მე არ მინახია ჯავშვილის განცხადება და რომ ნახავ თუ ჩავთვის საჭირო გავაკეთებ ამ კომენტარს. მე ვერ ვეთქანი ვერ გეტყვით მე მე არ მინახია განცხადება თუ მან დაასახელა ასეთი ფაქტები ალბათ მან იცის შემდგომ სად უნდა მოხდეს ამ საკითხის ნახვა. დღეს ჯავშვილის განცხადებებს უპასუხა ჯოზეფ კეილის მხარემ ადვოკატი დავით ასათიანი ამბობს, რომ ჯავშვილის დღემდე ჩატარებულ არც ერთ საკითხვაზე მსგავსი არაფერი უთქვა. აი ეს საკითხია იძულება კათოლიკ ჯავშვილზე ამაზე არანაირი ინფორმაცია და სულ არ გამაჩნია და ბუნებრივია ბეზინჩილა ვერაფერზე ვერ ეჭვშევიდა და ვერ დავეთახვები ამ განცხადებას თუმცა ერთი რამე შემიძლია აღნიშნო რომ 19 ფედერალური ძალების ფედერალური ცენტრი ელი ანტიკრიზისობაში რაიმე სახით ეწოდება იძულებაზე კათოლიკ ჯავშვილის მხრიდან ჩემთან შეხვედრისათვის საერთოდ საჯარო განცხადებების კუთხით თუ რაიმე მსგავს შეხვედრაზე განცხადებული არ ყოფილა. ხოლმე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბატონ ჯავშვილს ორჯერ აქვს ფიქსებული მოიცავს ჩვენება უცხოეთით სასამართლოში. ერთი ხალბატონი გუდავარის ადვოკატების თხოვნით და მეორე ბატონი კეილის ადვოკატების სადაც არც ერთ ჩვენებაში არც
აქ არ არის საუბარი რაიმე სახის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ იზოლებაზე საკითხებზე. ის უბრალოდ ახდენს იმ მოდელებს, რაც წინ წოდა აქციების გასცემას. როგორც кейს ადვოკატების საპასუხო განცხადებას ახალი გარემოებების შესახებ რამდენიმე დღეში გააკეთა. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პოლონეთში ვიზიტის შედეგად საჯაროდ